4 ივნისიდან ახალი ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების პირადობის მოწმობები გაიცემა და მას განსხვავებული დიზაინი, ფერი და ფორმა ექნება. თუმცა როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, ძველი პირადობის მოწმობების გამოცვლა სავალდებულო არ არის. მოქალაქეებს შეუძლიათ მათ ხელთ არსებული პირადობის მოწმობით ისარგებლონ იქამდე, ვიდრე მას ვადა არ გაუვა. ახალი პირადობის მოწმობის აღების სტანდარტული ფასი 65 ლარია და 10 სამუშაო დღეში მზადდება. პროტესტის მე-18 დღეს მაღაროელებმა ჭიათურის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის პიკეტირებისგან თავი შეიკავეს. მათი თქმით, აქვთ არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა აქცია გრძელდება. მაღაროელები კვლავ კუთვნილ ხელფას კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას, ამის შემდეგ კი მის ჭიათურიდან გასვლასა და სახელმწიფოს მიერ წიაღისეულის მოპოვების პროცესის გადაბარებას მოითხოვენ. შეგახსენებთ, კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ 1 მარტიდან განაცხადა, რის მიზეზადაც სამუშაოების არამომგებიანობა დაასახელა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასული წლის 1 ნოემბრიდან სამუშაოების 6 თვით შეწყვეტა, როცა დასაქმებულებმა ხელფასის 60%-ის დარეცხვის დაპირება მოისმინეს. მაღაროელთა განცხადებით, მათ ხელფასის 60% კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გადაუხადა. ვიტყობთ ინვესტორის წასვლას, სახელმწიფოს ჩართულობას, რომ აღდგეს ისევე სამუშაო პროცესები ოღონ სახელმწიფოს ჩართულობით, დაირიცხოს ხელფასები, 2 თვის დავალიანება გადაუხადონ ამ ხალხს, რაც აქვს დავალიანება, რომ იყოს ნორმალური მდგომარეობა. დღესდღეობით ჭიათურაში არის ეკონომიკური კოლაფსი. ხალხს აღარ აქვს ფული, რომ არჩინოს ოჯახი. ეკონომიკური კრიზისი, კოლაფსი და ვერ ვხედავთ ამ ქალაქის რაღაც ნათელ მომავალს. და გვინდა რომ ვის ხელშიც არის ამის უფლებები, ჩვენი მოთხოვნასთან ერთად, რომ მათთან ერთად გავიაროთ და გვაჩვენონ, როგორ შეიძლება გადარჩეს ეს ქალაქი და აქ ხალხი მინიმუმ ამ მდგომარეობაში აღარ იყოს. ეს პაციენტს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი და საწყისი წერტილი. ბუნებრივია, რომ ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნება დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება, რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში ვთქვათ არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ერთია, რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა სამართლიანად რეგულირებული. სამართლიან რეგულირებაში იგულისხმება ის, რომ ერთის მხრივ ფასი არ იყოს იმგვარად რეგლამენტირებული, რომელიც მისცემს შესაძლებლობას გარკვეული წნეხის ფორმა მიიღოს ამ ყველაფერმა და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იქ მექანიზმები გათვალისწინებული, რომლის მეშვეობითაც დაზღვეულია პაციენტი, რომ თუ კი მისი სურვილი არ იქნება, რომ ისარგებლოს ამ დამატებითი კომფორტის პალატის სახით, ამ შემთხვევაში მას სტანდარტული მაღალი ხარისხის სტანდარტული პალატით მომსახურება უნდა შეეთავაზოს სტანდარტული ფორმით და შესაბამისად მისგან ანაზღაურების მოთხოვნა იქნება დაუშვებელი. ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია, რომ ისე დავაბალანსოთ და ისე დავარეგულიროთ ურთიერთობები ერთის მხრივ სახელმწიფოს, პაციენტს და კლინიკას შორის, ასევე ექიმს შორის, რომ ყველას სამართლიანად ხვდებოდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი შრომის, საკუთარი ინტერესის შესაბამისი ანაზღაურებაც, ხარჯებიც ამგვარად ნაწილდებოდეს და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიზნით ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რა ეტაპზე ჩვენ გავაჩინეთ დამატებით ანაზღაურების შესაძლებლობა, დამატებითი კომფორტის მიწოდების შესაძლებლობა, თუმცა რასაკვირველია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მომავალში ძალიან ახლო მომავალში ჩვენ პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე ვართ მომზადებისა იმ ნორმატიული აქტის, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ცალკეული სახარჯი მასალების მეშვეობით, თქვათ, იგივე ტიპის რეგულირების შემოთავაზება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს განსაკუთრებულად კვალიფიციური ექიმის მონაწილეობით манипуляციების ჩატარებას და ასე შემდეგ. ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნები შეიძინეს. ლიტერატურა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მათ შორის წიგნებიც, რომლებიც თავად მკითხველებმა აირჩიეს.
91 დასახელების წიგნი, ცნობილი და ახალი ავტორების შემოქმედებიდან ცენტრალურ და სოფლების ბიბლიოთეკათა ფონდებში განთავსდება მკითხველს კი შეუძლია ისარგებლოს გატანის სერვისით, ან უბრალოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეში მოთავსდეს, სადაც საამისოდ მშვიდი გარემოა. ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიუჯეტში გვიდევს ყოველწლიურად თანხის გარკვეული რაოდენობა, სადღაც დაახლოებით 8800 ლარი და ახალი წიგნების შესაძენად. და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირველ წლის პირველ ნახევარში შევიძინოთ, იმიტომ რომ მე უკვე ტირაჟები აღარ არის ხოლმე და ამიტომ ადრიანად ვიზრუნეთ ერთი სიტყვით ამ საკითხის მოსაგვარებლად, გავაკეთეთ კატალოგები, რომელი წიგნი გვესაჭიროებოდა და თვითონ გამომცემლობებიდან ფასდაკლებით შემოვიტანეთ წიგნები. 91 დასახელების წიგნია. წიგნების გარკვეული კატეგორია არის ყველა ბიბლიოთეკისთვის, ანუ 17 ბიბლიოთეკა გვაქვს სულ ჩვენ მუნიციპალიტეტში, ყველა ბიბლიოთეკისთვის და გარკვეული კატეგორია წიგნების არის 1-2 ეგზემპლიარი შემოტანილი, ანუ მკითხველების მოთხოვნილების მიხედვით. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შენაძენი არის ბიბლიოთეკისთვის, განსაკუთრებულად სოფლის ბიბლიოთეკებისთვის, იმიტომ რომ იქ ძალიან ძველი წიგნები გვაქვს ძირითადად მაინც და ვცდილობთ, რომ ეს წიგნადი ფონდი როგორმე ამოვცვალოთ და მეტი თანხა თუ გვექნება, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ რა საშუალებაც გვაქვს ჯერჯერობით ახალი წიგნები შემოვიტანოთ, განსაკუთრებულად ამას ვცდილობთ. ახალი წიგნები და რაც მთავარია, კლასიკოსები და რომელიც ჩვენ უკვე მოძველებულია, რომელიცაც მკითხველს ვეღარ გაატანა, ესეთი წიგნები არის მაგალითად გელაშვილის დედის ოთახი, ნაირა გელაშვილის. თავის დროზე როცა გამოვიდა, დიდი მკითხველები ყავდა და ბევრი მკითხველები ყავდა, იმიტომ რომ საინტერესო წიგნია. ასევე არის დოჩანაშვილის სამოსელი პირველი, ამირეჯიბის დათა თუთაშხი კითხულობენ და არ გქონდა და ეხლა მოგვივიდა 2 წიგნად არის გამოცემული. ასევე არის დოსტოევსკის ეშმაკნი. უკვე იშვიათობა ჩვენთან რუსული და ნათარგმნი წიგნები დიდი ხანი არ მოსულა და საკმაოდ კლასიკოსების წიგნებია, ძირითადად ეს მინდა გითხრათ, კლასიკოსების წიგნები, რომელზეც უკვე დიდი მოთხოვნა იყო ადრეც. და ეხლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მიქნებ შემოbrunდეს მკითხველები, ვინც იცის, ახალგაზრდებმა არ იციან ესენი. და ვინც იცის, იქნებ მოვიდეს და გაიხსენონ ძველი სიამოვნება მიიღონ. ასევე მივიღეთ თემურ ბაბლუანის, ჩვენი ქართველის მზემთვარე და პურისყანა. ძალიან საინტერესო საკითხავი წიგნია. გადამწვარი ხიდები, ეს უკვე ნათარგმნი წიგნია და კლასგარიჯის საკითხავია. ბევრი სათავგადასავლო წიგნები ბავშვებისთვისაც ძალიან კარგი საკითხავი წიგნებია. მართალი უცხოური ახალგაზრდა ავტორები, ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც ჩვენ არ ვიცოდით და ეხლა უკვე ფართო ასპარეზი აქვს დათმობილი და ძირითადად მაგათი ნაწარმოებებია, ყველა საინტერესოა. 8 წლის ნუკი ხუსკივაძე იმერეთის ჩემპიონია ჭადრაკში. შვეიცარიული სისტემით გამართულ ასპარეზობაზე, რომელიც 9 ტურისგან შედგებოდა, ზესტაფონელმა პატარა მოჭადრაკემ 7.5 ქულის დაგროვება შეძლო და თავის ასაკში პირველობა არავის დაუთმო. ამ გამარჯვებამ ნუკის ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურიც მოუტანა. იმერეთის ჩემპიონატზე გახდი ჩემპიონი. მანამდე ვიყავი ბათუმში, ავიღე მეორე ადგილი. გვაქვს ძალიან ჭადრაკის თამაში. ჩემ მასწავლებელთან ერთად და ვეთამაშები. ნუკისთან ერთად ასპარეზობდა მისი დაც 11 წლის მარიამ ხუსკივაძე, რომელმაც მე-4 ადგილის დაკავება შეძლო და უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. მე ვიყავი იმერეთის ჩემპიონატზე და მე-4 ადგილზე გავედი. სამილში ვერ გავედი, მაგრამ საგზური მოვიპარო საქართველოში. და სხვა ტურნირებზეც მიმიღია მონაწილეობა, მარტო იმერეთის ჩემპიონატზე არ ყოფილა. საკვალიფიკაციო ტურნირზეც გავედი პირველ ადგილზე, მეხუთე თანხში. და უთანიგოებშიც გავედი მესამე ადგილზე. ნუკი და მარიამი ზესტაფონის საჭადრაკო სკოლაში ვარჯიშობენ, მათ დაოსტატებაზე გიორგი ჭანტურიძე ზრუნავს. ნუკი არის ძალიან ნიჭიერი, შრომის მოყვარე და მიზან დასახული. ამდენხანს მისთვის ყაიმი იყო მიუღებელი, მაგრამ როგორც იქნა ჩვენ მივახტიეთ იმას, რომ ყაიმი ნახევარი ქულა არის, ეს იყო ჩვენი ძირითადი, ესე იგი, რაზეც მუშაობდით და რომ პირველი ყაიმი დააფიქსირა ამ შეჯიბრებაში. ნუ ახლა
წაგებით წაუგია, მაგრამ აი ყაიმზე იყო კატეგორიულად წინააღმდეგი. და სწორედ ამ ნახევარმა ქულამ მოუტანა ჩემპიონობა. მოიპოვეს უმაღლესი ლიგის საგზური, უმაღლესი ლიგა გაიმართება ბათუმში 5 მაისიდან. და ველოდებით რომ გავხდეთ საქართველოს ჩემპიონი. ნუკისთან ერთად მარიამი და მანაც აგრეთვე მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური ნაწილეობა საქართველოს უმაღლეს ლიგაში. იმერეთის ჩემპიონატი მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში 8, 10 და 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. მასში მონაწილეთა რაოდენობა ყველა რაიონიდან 140-მდე იყო. გამარჯვებული მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის.